მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით. დაგიბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და რა თქმა უნდა, ისევ PES 2025 და ამჯერად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ორი საუკეთესო ნაკრები, მეგობრებო, ინგლისი და პორტუგალია და რა თქმა უნდა, ეგრევე დავიწყოთ მატჩი. რონალდო, რაფაელ ლეაო ადგილზე ყავს, რა თქმა უნდა და დავიწყოთ. იქით უკვე აგერ პორტუგალია, ინგლისი და მოდი პირდაპირ დავიწყოთ. ეხლა გამოსვლები რაღაცები აღარ გვინდა და ნახოთ თუ ვინ მოიგებს რონალდოს გუნდი, თუ შეძლებს და მოიგებს, თუ მოიგებს ჰარი კეინის გუნდი. რაფაელ ლეაოს ძალიან კაი პასი უნდა მეთქვა ეხლა რომ ძალიან ცუდი პასი მეთქი, მაგრამ დარტყმად და იგერიებს პიჩფორდია თუ არ ვცდები, ინგლისის მეკარე, ხო, თუ არ ვცდები, ზუსტად ვიდრო მახსოვს რა ბევრჯერო იყო ხოლმე, ნუნუ მენდეში, ბიჭო, რა კაი მომენტი, მაგრამ უშანსოდ დარჩა. აქ ნახოთ პალმერი თუ ჯუდ ბელინგემი, რა კარგი პასი, ფილ ფოდენი. ნახოთ კრისტიანო რონალდო. აქეთ ისევ დაუბრუნა პასი, შორიდან გასროლა და კრისტიანო რონალდო, მეგობრებო, პირველი გოლის ავტორი აი ამ მატჩში და ეს ჩვენი სიუც გააკეთა, რა თქმა უნდა. მოდი პირდაპირ ეხლა არ გვინდა გამეორება რაღაცა, იგი ვიცით რომ რონალდო არის შეუდარებელი ფეხბურთელი, მეგობრებო, და ეგრევე გავაგზავნოთ ეხლა თამაში. ნახოთ ინგლისი რას იზამს. მე-11 წუთზე ჯეკ გრილიში, რაისი, დეკლა რაისი, აქ ვინ არის პალმერი, დეკლა რაისი ისევ და კრისტიანო ისევ ბურთით. გაცდა? არა. ტოპ ბიჭო, პიჩფორდი ჯერჯერობით უძლურია, მეგობრებო, რონალდოს დარტყმული ბურთები ჯერჯერობით ვერც ერთი ვერ აიღო, როგორც მახსოვს მე-15 წუთია ჯერ და მგონი რაღაც 3 მომენტი ქონდა და 3 მომენტიდან 2 რა თქმა უნდა გაიტანა პორტუგალიის ნაკრებმა. ერთი იყო რაფაელ ლეაოს მომენტი, რომელიც დაბალი ბურთი გაუშვა და იმის მერე 2 მომენტი ქონდა რონალდოს და ორივე შეაგდო. პიჩფორდი ჯერჯერობით უძლურია პორტუგალიელების დარტყმულით. ნახოთ თუ გამოაგდოს დეკლა რაისი. ოპა, აი აქ მარკ გუეჰი, კაი ვალკერი, ჯონ სტოუნსი, დეკლა რაისი, პალმერი, ნახოთ რა სიზამს. ჰარი კეინი, მაგრამ ჰარი კეინმა ბურთი ვერ შეინარჩუნა. ტოპ ბიჭო, მაინც გაუვიდა ეს ბურთი პიჩფორდს, მეგობრებო. ვერ გაიტანა კრისტიანო რონალდო, მაგრამ შემდეგ დამატებაზე გაიტანა ბრუნო ფერნანდეში. 3-0, მეგობრებო, 3-0. ძალიან სუსტი გუნდის ყალობას ტოვებს, მეგობრებო, ინგლისი და ეგრეთ რეალურად ეგრეთი ნაკრები არ არის, ძალიან ძლიერი ნაკრებია, მაგრამ რავი, ახლა რა სჭირთ, ნახოთ, არ ვიცი, პალმერი, ნახოთ რა სიზამს. აქ დეკლარაცია, დეკლარაცია ძმა. იმენა დავაი. ოპა, იქით გადაიტანა ბურთი, რა კარგია. ბერნარდო სილვა და რა სჭირს პიჩფორდს და იმენა ყველა დარტყმა გაუვიდა, მგონი 4-0, მეგობრებო, 4-0, ძალიან ცუდი ანგარიში ინგლისისთვის და რა თქმა უნდა ძალიან კაი ანგარიში არის ჩვენთვის. რა სჭირს პიჩფორდს, მეგობრებო, არ ვიცი, ინგლისს რა სჭირს, მეგობრებო, საერთოდ ისე რო ვთქვათ, ფილ ფოდენი. ოპა, აქ რამის მეხუთე ბურთზეც წავიდა პორტუგალიის ნაკრები, მაგრამ მეხუთე გოლსაც აუცილებლად გაიტანს. აი იმდენად უკვე უტევენ, რომ მეკარეს აძლევენ პასს, მეგობრებო. ნახოთ რა მოხდება. ნახოთ ფილ ფოდენი, ჯუდ ბელინგემი. ნახოთ. ოპა, იქით რა კარგი პასი, რაფაელ ლეაო. ახ ბიჭო, წოდა დაგდა. ვალკერი.
აი ხლა ეს გოლი არ არის ვაიმე რა მხელა დაარტყავ ბიჭო გაი რა არა უშავს ხდება ხოლმე 4-0-ია მაინც ანგარიში და უკვე აღარც ნერვიულობენ იციან რომ ეს თამაში მოიგო პორტუგალიამ იმიტომ რომ არ ეთყობა საერთოდ მეგობრებო ინგლისის ნაკრებს რომ რამეს მაინც უმატებს ცოტათი მაინც უმატებს თამაშს რომ მოიგონ თუ არა ცოტა წინააღმდეგობა მაინც გაუწიონ რა თქმა უნდა პორტუგალიის ნაკრებს ეხლა აქ ჯარიმა არა მაგრამ არავშა პალმერი ვალკერი რაისი და პირველი ტაიმის დამთავრდა 4-0 მეგობრებო და ნახოთ რა რჩევა დარიგებებს მიიღებენ გუნდები უფრო ინგლისი იმისთვის რომ თამაშს მოუმატოს შეცვლას იმედია მეორე ტაიმში ვინმე შეცვლის ინგლისი არა ჯერჯერობით არა არ შეცვალა არავინ იგივე შემადგენლობით გამოვიდა მეორე ტაიმში ვალკერი აქ საულ კარგია ნახოთ ისევ ვინ ჩააწვის ბურს ვალკერი საკა ოპა ალექსანდრ არნოლდი თუ შეცვალეს მეხუთელები თუნდაც იმიტომ არნოლდი და საკა არ მინახია მე მაგრამ აქ არ დაწერეს არაფერი და ალბათ არ ვიცი რა ფიფოდენი პალმერი აქ რა კარგა გააჩერა ტომას ვინ იყო არა ვინ იყო ვერ წავიკითხე მოიცა ტომას არაუხო რა კარგა გააჩერა აქ პალმერი ისევ აჩერებენ თავისუფლად მეგობრებო პალმერს და აუგაი მეორე ტაიმი ჯერჯერობით კარგად დაიწყო ინგლისის ნაკრებმა მე-60 წუთია და ჯერჯერობით ერთი გოლიც არ გაუშვიათ აი რა რუბენ დიაში ნუნო მენდეში ბრუნო ფერნანდეში და კაია საერთოდ ეს თამაში უკვე თამაშია ჰარი კეინი პალმერი ვერაფერს ვერ შვება პალმერი ამჯერადაც ძალიან ცუდი თამაში ერთ ალექსანდრ არნოლდი დეკლარაისი მეგობრებო ჯუდ ბელინგემი ფილ ფოდენზე ძალიან კარგი პასი აი წინ გარბის ახლა პალმერი და ეს ბურთი რა თქმა უნდა ეუფლება დიეგო კოსტა პორტუგალიის შეუცვლელი მეკარე აქ საკა ნახოთ ერთს ვერაფერი ნუნუ მენდეში ჯონ სტოუნსი პალმერი ნახოთ რა სიზამს ერთს ვერაფერს მეორე ტაიმი ცოტა ისე დაიწყო როგორც ერთ გუნდს ბურთი ვეღარ გაქვს და ბიჭო საღოლ აიმე ჯუდ ბელინგემი ფილ ფოდენი ინგლისი ფლობს მეორე ტაიმში ბურთს მაგრამ მომენტების რა გითხრა დიდად მომენტები ვერ აქვს გუნდებს პირველ ტაიმში უფრო გამოჩენილად იყო პორტუგალიის ნაკრები და მეორე ტაიმში რავი ჯერჯერობით ვერც ერთ გუნდს გოლი ვერ გააქვს მაგრამ ეს თამაში რა თქმა უნდა აი ვერ გააქმეთ კი გოლი თქვი თუ არა ეგრევე კრიშტიანო რონალდუმ გაიტანა თავისი მესამე გოლი ამ შეხვედრაში და ის რა თქმა უნდა დასახელდება ამაჩის აუცილებლად ინგლისმა კი ეს თამაში როგორც თქვით პირველ ტაიმში წააგო იმიტომ რომ მეორე ტაიმშიც კი არ აქტიურობენ პალმერი გაიყვანა მეგობრებო და გრილიში შემოიყვანა არნოლდი გაიყვანა და კოლვინი ოპა მოხსნა მაგრამ რაღაც გინდა მეგობრებო ეხლა აი მაგრამ მორჩა თამაში მეგობრებო აი სულ ტყვილა გაიყვანა ეხლა ინგლისის თავარმა ფეხბურთელები და თქო და რონალდო დასახელა ამ მაჩის აუცილებლად ვიდაც მოგეწონათ გამოიწერეთ არხი მეგობრებო დაალაიქეთ ვიდეო და დაწერეთ კომენტარებში თუ რომელი გუნდები დავაჯახოთ ერთმანეთს შემდეგ ვიდეოში როგორც გითხარით აი მეორე ტაიმში ბურთის ფლობა უფრო მეტი იქონდა ინგლისს
და რავი დარტყმები 11-0-ზე მეგობრებო. და ზუსტი კარისკენ დარტყმა იყო იქიდან 11-დან 8 და 0-0 სულ ნოლები უწერიათ რა თქმა უნდა ინგლისს. რავი დაგემშვიდობებით